მოგესალმებით. როგორც წინა ვიდეოში აღვნიშნე, რამოდენიმე სკაში აღინიშნებოდა კიდევ უფრო მეტი დატკიპიანება დეკემბრის თვეში, ვიდრე სხვა სკებში. ამიტომ ამ უფრო მეტად დატკიპიანებულ სკებში მოვახდინე სტიქსის ფირფიტებით მკურნალობა. სტიქსის ფირფიტების მკურნალობის დასრულების შემდეგ ისევ დავალაგე საფრენიდან ფლუარნატის ფირფიტები და ეხლა ამოვედი იმისთვის, რომ შევამოწმო მათზე დაწყებული ტკიპების რაოდენობა და ამით განსაზღვრავ თუ როგორი მდგომარეობაა სკაში ამ ეტაპზე. მდგომარეობის განსაზღვრას ფლუარნატის ფირფიტებით იმიტომ ვამბობ, რომ უკვე იმ დონეზე მაქვს შესწავლილი ეს ფირფიტები, რომ შემიძლია მასზე დაწყებული ტკიპების რაოდენობით განსაზღვროს სკაში არსებული დატკიპიანების მდგომარეობა. როგორც ეტყობა, დარჩა ძალიან დიდი დატკიპიანება, ცოტა ორი ცალი ტკიპაა დაწყებული. ამ ფლუარნატის ფირფიტებს უკვე გამოვაცლი, რადგან არ მინდა რომ მის აორთქლების შედეგად ფუტკარი იყოს შეწუხებული. რამოდენიმე სკაზე ახალი საფრენის სამკედები გვაქვს, ძალიან კომფორტული და იდეალურია. ფირფიტის დათვალიერების შედეგად ძალიან მცირე რაოდენობითაა დაწყებული. ფლუარნატის ფირფიტების ტკიპები და ასევე იდეალური მდგომარეობაა სკაში. ყველა სკა დავათვალიერე, გამოვაცალე ფლუარნატის ფირფიტები. საერთო ჯამში მდგომარეობა კარგია. რამოდენიმე სკაში ისევ შეიმჩნეოდა ცოტა ოდნავ მეტი ტკიპა ვიდრე სხვა სკებში. ზამთარს ძალიან კარგად გადაიტანენ ჩვენი ფუტკრები. გაზაფხულიდან ისევ დავიწყებთ ჩვეულ მკურნალობას, როგორც კი დაიწყეს ფუტკარი მოძრაობას. ასევე უნდა შევამოწმოთ და ყურადღება მივაქციოთ ვენტილაციას. სკების ვენტილაცია ჩვენთვის აუცილებელია, რადგან დასავლეთ საქართველო უფრო მეტად ნესტიანია, რადგან ხშირად ხდება სკის დანესტიანება, რაც ძალიან დიდ დისკომფორტს უქმნის ჩვენს ფუტკარს. ამიტომ მე გაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ საფუტკრეში. აი უკვე ნახე ამ დონის სისველი აქვს უკვე ჩვენ ფუტკარს, ჩვენ სკას. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, ამისათვის ჩვენ კეცავთ ყურეს და ხდება განიავება სკის. აი ამას აღმოფხრის შემდეგ გამოსვლაზე რომ ამოვალ, აი ეს უკვე აღარ დამხვდება სკაში. აქეთ მქონდა გადაკეცილი და აი აქეთ უკვე იმ დონეზე არ არის. ამ ვიდეოშივე ჩანს, რომ 2 დღის უკან ვიყავი ამოსული და ჩავწერე ვიდეო და სანამ ვიდეოს დავდებდი, უკვე ჩვენთან თოვლი მოვიდა. გაჩვენეთ თუ როგორ დანესტიანებული იყო ჩემი სკები. და ამიტომ დღეს მინდა გაჩვენოთ გადასაფარებლების ცვლილება. აი ისევ ნესტია სკაში. ამიტომ შევცვლი გადასაფარებელს, დავაფარე ბადე გადასაფარებელს, თან ვცდილობ რომ სკას არ დაავთოვოს. ასეთი ბადე გადასაფარებელი ექნება ჩვენ ფუტკარს მთელი ზამთრის მანძილზე. არ ვიცით, როდის გამოიამინდებს ჩვენთან და ამიტომ ვჩქარობ ასეთ გადასაფარებლების დაფარებას, რომ არ მინდა ძალიან დანესტიანდეს სკები და გაფუჭდეს მდგომარეობა. აი ესეთი სახის ბადეა. ამ ბადეს იყენებს ძალიან ბევრი მეფუტკრები გამნახე. ასევე იყენებს ჩემი მეგობარი მეფუტკრე და ძალიან კარგი და იდეალურია განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში და უფრო მეტად კიდევ ხარაგაულის რაიონში. ჩაწერიდან ჩაწერამდე ხარაგაულის რაიონში მოთოვა და ვიდეოშიც ნახავთ. გისურვებთ მშვიდობიან ზამთარს და უფრო უკეთეს გაზაფხულს. მადლობა რომ ვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ძალიან საინტერესო იქნება თქვენს მიერ გაკეთებული კომენტარები, თუ როგორ იქცევით და ნესტის აღმოფხვრისთვის რა სამუშაოებს აწარმოებთ.